ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ონკოლოგიური დაავადებების კვლევის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, სიმსივნის განვითარების ალბათობა შეიძლება ორგანიზმში ცხიმის გადანაწილებით განისაზღვროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიმსივნის რისკების დასადგენად ცხიმის ადგილმდებარეობა ისეთივე კარგი მაჩვენებელი იქნება, როგორც სხეულის მასის ინდექსი. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ წელის გარშემოწერილობის 11 სანტიმეტრიანი მომატება სიმსივნის განვითარების რისკებს 13%-ით ზრდის. 15%-ით იზრდება კუჭ-ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკები მენჯის სახსრის 8 სანტიმეტრიანი მატების შემთხვევაში. ორგანიზმში ცხიმის გადანაწილება შეუძლია ესტროგენსა და ტესტოსტერონზე გავლენა იქონიოს, გაზარდოს ინსულინის დონე და შესაბამისად წარმოქმნას ანთებითი პროცესები. ეს ფაქტორები კი უკავშირდება კიბოს განვითარების რისკებს. კვლევის ავტორისა და ონკოლოგიური დაავადებების კვლევის სააგენტოს წამყვანი სპეციალისტის ჰანს ფრეისლინგის განცხადებით, სიმსუქნე მწვერვალობის შემდეგ სიმსივნის განვითარების ყველაზე დიდი რისკ ფაქტორია. სიმსუქნე განსაკუთრებით ზრდის კუჭ-ნაწლავის მკერდისა და პანკრეასის კიბოს განვითარების ალბათობას. ფრეისლინგის განცხადებით, კვლევა გრძელდება დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. კვლევარებმა ამ დროისთვის სულ 43,000-მდე პაციენტის მონაცემი შეისწავლეს. 1600-ს კი სიმსუქნესთან დაკავშირებული სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.